ბრენდინგი რამდენად მნიშვნელოვანია დინამო ბათუმისთვის. ერთი და ზოგადად დღევანდელ რეალობაში საფეხბურთო კლუბისთვის და რამდენად გააზრებული აქვს კლუბს ეს რომ საჭიროა რეალურად რომ ბრენდი იყოს ძლიერი თვითყოფადი რაც ალბათ მერე გაზრდის შემოსავლებს ეს ცნობადობას. ძალიან დიდი თემა, დიდი მნიშვნელობის საკითხია. თვითონ ბრენდინგი კლუბის ამ რაღაც 100 წლიანი ისტორიის მანძილზე იცვლებოდა და აისახა ყველაფერში ალბათ ნამგალი და უროდან დაწყებული. მოვედით ახლა თოლიამდე და მე ვფიქრობ რომ რაღაცა ეს 100 წელი რო შესრულდება უკვე ცოტა სხვა მიმართულებით უნდა წავიდეთ, რაღაცები უნდა შეიცვალოს და ბრენდინგის მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოა ჩასტარებელი დინამო ბათუმში და ზოგადად ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველა კლუბს აქვს სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენს ბრენდინგს რაც შეეხება დღესდღეობით ალბათ იდენტიფიცირება ხდება მაინც აი ლურჯი თეთრი ფერით და ზღვა, თოლია, რაღაცა დელფინი ამ მიმართულებით მივდივართ, ეს არის ჩვენი აიდენტიკა და სამუშაო არის დიდი ჩასტარებელი. ვფიქრობ რომ უკვე მომავალი წლიდან ჩვენ ვიფიქრებთ როგორც ლოგოს შეცვლაზე, აქამდეც ვფიქრობდით, ჩვენ ახსენეთ გულშემატკივრის როლი და ჩართულობა, ყველა საკითხი რაც არის დაკავშირებული ბრენდინგთან, რაღაცა ემოციურ კავშირთან, გულშემატკივრის ამ გუნდთან, იქნება გავლილი ამ გულშემატკივართან ერთად, იმიტომ რომ აი შენ кейსი რომელიც ახსენე, ჩვენ 2020 წელს გვინდა და ლოგოს შეცვლა, იყო დამზადებული ლოგო, ჩატარდა გამოკითხვა გულშემატკივართა შორის და დიდმა ნაწილმა მაშინ უარი განაცხადა ლოგოს შეცვლაზე, არ მოიწონა ახალი ლოგო და შესაბამისად დაკენსელდა ის ლოგო და დარჩა ლოგო რომელიც ეხლა აქვს. თუმცა მე ვფიქრობ რომ არის რაღაცა პერიოდი, როცა ჩვენ სრულად უნდა ვიზრუნოთ ბრენდინგზე და ცვლილებებზე ამ მიმართულებით. ხო, ერთი მთავარი ბრენდი ყავდა თქვენ. კი ბატონო. კლუბში ხუჭა ყვარაცხელიან, ალბათ მისი ასე ვთქვათ სახელის გამოყენებას ბათუმის დინამოს იქნება მნიშვნელოვანი სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ბრენდინგის ნაწილში თუნდაც და ალბათ სპორტულ წარმატებასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ კომპანიას კონდეს ასე ვთქვათ რაღაცა ბრენდის ხაზი რა, რომელსაც სხვა წარმატებებით მოაქვს. სამწუხარო ამბავია ის რომ ეს მარტო ჩემი მოსაზრებაა კლუბის მენეჯმენტის პრეზიდენტი დაწყებული ამაზე გულდაწყვეტით საუბრობენ რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხვიჩა ყვარაცხელიას ამ გუნდში თამაშის პერიოდში რაღაცა მაისურების გაყიდვა თუნდაც ან კლუბის საკლუბო მაღაზიის შექმნა, სადაც გაიყიდებოდა იგივე ხვიჩას მაისური და სხვა ფეხბურთელების მაისური, იმიტომ რომ მოთხოვნა დღესაც გუნდის რაღაცა მერჩენდაიზინგის შეძენაზე არის ძალიან დიდი. განსაკუთრებით ეს თავს იჩენს ზაფხულის პერიოდში, როცა ტურისტების ნაკადი დიდია და ჩვენს რა ვიცი Facebook გვერდზე, ისე ჩვენთან ბაზაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ანუ ფანშოპს გააკეთებთ? ფანშოპი იქნება 2023 წლიდან ეს 100%-ით შემიძლია 24-დან უბრალოდ. ხო, 23-ში უკვე დაწყებულია, ჩვენ გვინდა რომ რაღაცა წლის ბოლოს უკვე გავხსნათ ეს ფანშოპი. ერთი მაღაზია იქნება ჩვენს ბაზაზე, სადაც რაღაცა ერთი სივრცე არის უკვე გამოყოფილი და თითქმის მზად არის. ეხლა მიმდინარეობს ის სამუშაოები, რომელიც თქვათ აი დაბრენდვა და რაღაცა პრინტი, ასე შემდეგ, ყველა აქსესუარი, რაც შეიძლება იყოს საინტერესო გულშემატკივრისთვის, არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ თქვათ იგივე საფეხბურთო სკოლის ბავშვებიც კი არიან, ამით უკმაყოფილო რომ ჩვენ არ გვაქვს დღეს შესაძლებლობა რომ რაღაცა ერთი იქნება მაღაზია თუ კიდე ჯერჯერობით ერთი მაღაზიით ვიწყებთ. თავარი დაწყებაა ამ შემთხვევაში რომ რაღაცით დავიწყებთ.